ნეტა ვინ არის ის, ვინც მე გონი ვარ ხოლმე ხანდახან? ან რატომ ეს ლოკაცია? მუდმივი შეკითხვები, მუდმივი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ალბათ 200 წლოვანი ისტორიის შეკითხვებია, კეთილი მეზობელი თუ ავი მეზობელი, ჩვენი მოყვარე თუ მტერი, კულტურის შემომტანი ამ ქვეყანაში თუ ბარბაროსობის. მაგრამ დღეს ჩვენ ნამდვილად არ შევეცდებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, უბრალოდ ვიმოგზაურებთ დარიალის ხეობაში. საოცარი ენერგეტიკა, ფების მეტაფიზიკა. საინტერესოა სტუმართან რომ მივალ გავესაუბრები ფის რელიგიაზე. ძრო ძალიან საინტერესო თემაა, როგორ მოხდა ტრანსფორმაცია კერპთაყვანისმცემლობისა ქრისტიანულ რელიგიაში. ამ თემაზე პასკალის არგუმენტი გამახსენდა რწმენის სასიკეთოდ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თუ დაუშვებს იმას, რომ ღმერთი არსებობს, ამაში არაფერია ცუდი. მეცაც გეტყვით, ეს კარგია. აი მაგიტომ მიყვარს ეს გადაცემა, რა შეგიძლია ნებისმიერ არაურბანულ ფონზე დაჯდე და ილაპარაკო რაღაც армянский мудросцеви на манер французского дискурса. და კიდე ერთი შეგრძნება რა თებზე და ბუნებაზე. სულ გაქვს იმის შთაბეჭდილება, რომ რაღაცას გელაპარაკება ბუნება ან შენ ელაპარაკები ბუნებას. გასულ საუკუნეში, როცა ეს დიალოგი წყდებოდა, გასული საუკუნის 60-იან წლებში დილერს იცვლიდნენ ხოლმე მაგ დროს. ეს ისე ხუმრობა. და ისევ შეკითხვები და პასუხები. რატო ეს ლოკაცია, რატო დარიალი, რატო თერგი, რატო ხაზბეგი? ერთ-ერთი პასუხის ვერსია შეიძლება ასეც ფორმულირდეს, რომ გვინდა თერგდალეულობის ტენდენცია შემოვიტანოთ ქართულ ტელესივრცეში. და თუ ჩვენ ეს გამოგვივიდა, მაშინ გარდაუვალია მამათა და შვილთა ომი. ამ შემთხვევაში ნეტა როგორ გადანაწილდება მხარეები, ერთის მხრივ სოკოლოვი და დუტა და მეორეს მხრივ ჯედეესი, თუ მე სადა ვარ, მე რომელი როლი მაქვს ამ მამებში და შვილებში. ამაზე არ გვინდა გავიხსენოთ გენიალური ლიტერატორები, რომლებსაც ამ გზაზე გაუვლიათ და ალბათ მათი ნააზრევის ანაბეჭდი სადღაც ამ თემს შემორჩა. კნუდ ჰამსუნი, ძიუმა, პუშკინი, ილია, ვაჟა, არ ვიცი. ვერ მორჩები ჩამოთვლას საღამომდე. და გამაგებინოთ, ვინმე ეს კლდის გრაფიტი რა მიმართულებაა. ეჭვმაქრო ის არის უახლეს ისტორიაში კვალის დატოვების ყველაზე იოლი საშუალება ერთ-ერთი და კიდევ ერთი დაფუძნებული ეჭვმაქრო ეს ამბავიც იმ კლდეების იქიდან მოდის და ამასაც 200 წლოვანი ისტორია აქვს. ილფი და პეტროვიც კი გადაობდა ამ თემაზე. პერსონაჟები, როგორც გახსოვთ, თავის სახელებს წერენ და ბოლოს დროს მაქვს ეგეთი ჰობი, რომ ყველა თანამედროვე გადახრას ვცდილობ ხოლმე უპოვო რაღაც ანალოგი ინსტინქტურ დონეზე და თუ მაგ ამბავს შევადარებთ, უფრო არის რაღაც მამრის მიერ ტერიტორიის მონიშნების ამბავი. ამ შემთხვევაში დარიალურად. აი კლდის გრაფიტიზე ბევრად უფრო კულტურული გართობის სახეობა. ჩიტებს აკვირდება ეს კეთილი ხალხი. ესეთი თავისებური უწყინარი ვუაერიზმის სახეობაა, მაგრამ ნერვები მარტო მთებს და ჰოლანდიელებს ყოფნით. როგორც იცით, ან შეიძლება არც იცით და ეხლა გეტყვით, რომ აქ გადის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი ფრინველებისა, რომლებიც მიგრირებენ. და ნუ სავარაუდოდ შემოდგომის დასაწყისში და გაზაფხულზე აქვს მათ ამ მონაკვეთზე გადაფრენა და ეს ხალხი დგანან და ელიან მთების საარიგოს. უსაზღვროა მათი მოლოდინი. დარწმუნებული ვარ, რომ გართობის თუ რა ქვია ამ სპორტის ეს სახეობა ნამდვილად არ შემოსულა დარიალის იმ მხრიდან, ცოტა იქით აქვს ფესვები.
რუსების სიამოვნებით ინადირებდნენ, მაგრამ დაკვირვების რა მოგახსენოთ. ხოთა შორის არც ქართველები დაიკვეხნიან დიდად მაგ სპორტით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკმაოდ კარგი ადგილია საქართველოს და განსაკუთრებით ეს კუთხე ფრინველებზე დაკვირვებისთვის. მოგზაურობის ეს სახეობა, როგორც ვთქვი, ბოლო დროს არის, ბოლო რამდენიმე წელიწადია საკმაოდ პოპულარულია საქართველოში და აი მე ტურისტულ შეთავაზებებში ძალიან ხშირად წამიკითხავს ნებისმიერ რეგიონში, რომ გარდა ღირსშესანიშნაობებისა არის ეს დარგი. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა ამ ამბავზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ბუნების ნამოქმედებით და ნამოღვაწარით უფრო ახლოვანდებით ვიდრე ადამიანის, მაგრამ არც ამ თვალსაზრისით არის გამონაკლისი დარიალის ხეობა. აქ არის სასტუმრო რუმსი და თუ თქვენ მიდრეკილი ხართ კომფორტისკენ, შეგიძლიათ აქ დაისვენოთ ძალიან კარგად და თქვენც ამ ჩვენი მოგზაურობის დროს გადავწყვიტეთ პატარა შესვენება გაგვეკეთებინა. გაზაფხულის ნიავი, მთებზე თოვლი, მზე და სასტუმრო რუმსი, ყველაფერი ერთ ფლაკონში. ეს მოგზაურობა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე თქვენ გონიათ. სულ ღრმა ბავშვობაში თავიდან იყო სტოკჰოლმი, სახურავებზე ნაირფერი სახლების ველოდებოდი კარლსონს. მერე ჰეკლბერი-ფინთან ერთად მისისიპს დაუყევი ტივით. დაუვიწყარი ტრიპი იყო. მერე ახლა შეიძლება ქრონოლოგია ცოტა ამერიოს, მაგრამ მერე ნუ წავიდა. აფრიკა, კილიმანჯარო, ბასკეტში ვთევზაობდით. ფიესტაზე დავდიოდით, დაუვიწყარი პარიზი და რა ვიცი, ახლა აღარ ჩამოვთვლი, ძალიან წიგნებს რო არ გავყვე, ისევ დაუბრუნდები რეალობას და ესეთ ღვთაებრივ ადგილას, ესეთ ღვთაებრივ ამაღლებულ ადგილას ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება რატი ამაღლობელი. რატი, მადლობის მეტი რამე თქმის, რომ პირველ გადაცემაში ესეთ მოგზაურობაში აგვყევი და მოვხვდით აი ესეთ ულამაზეს ადგილას. მოდი ჩვენ დიალოგს ისეთი ბანალური ფორმა რო არ გქონდეს და ესეთ ჩამოწერილი შეკითხვები რო არ დაგისვა რაღაც, როდის დაწერეთ პირველი ლექსი თუ პირველი კოცნა თუ კიდე რა შეკითხვები ხომ გაიხსენე კურიოზი შენი ცხოვრებიდან. ეგ სამი ერთ იგივეა რაღაცა. ერთი ოპერიდანაა. მე ისეთ გავიაროთ თავიდან საკვანძო სიტყვები და თემები, რაც ჩვენ საუბარში იქნება და იმპროვიზაციას გავყვეთ. ანუ ყაზბეგი, დარიალი, თერგი, თერგდალეულები, სალოცავები, ასე შემდეგ. და შეუძლებელია არ დავამატოთ, აი ეს ყველაფერი ერთად რო გაერთიანო, ალბათ საქართველო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მოგზაურობა არ დაგვავიწყდეს, რაც თავარია. საქართველოს კარიბჭე. ო, ესეც არის. მეფეები, რომლებიც ამ კარიბჭეს კეტავდნენ, ზოგი ხსნიდა სპეციალურად, მაგალითად ველური ტომები ჩრდილოეთიდან 2000 წლის წინ სადღაც შეესეოდნენ მაგალითად რომის იმპერიას და მე ამით ზიანს მიაყენებდნენ, ხო, ჩვენ გვახსოვს ქართლის ცხოვრებიდან. ანუ ეს ადგილი შეიძლება მე ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ არ ამგონია რა არის ობიექტურობა თუ არა კეთილსინდისიერი სუბიექტურობა. ოღონდ კეთილსინდისიერი. გულწრფელი, ხო? მე ვფიქრობ, რომ ყველა მთელი საქართველო აქ არის კონცენტრირებული, იმიტომ რომ უკან არის მყინვარწვერი, არ ვიცი, ჩანს ალბათ კადრში ეს. კადრში ჩანს. უკან არის მყინვარწვერი და მყინვარწვერი არის, მე ვფიქრობ, რომ თუ საქართველო რამით შეიძლება გამოხატო, აი ამ ნახატით შეიძლება გამოხატო. მყინვარწვერი, ორწვერი, აი იქით და სამება, ძირითადი ტაძარი და სამრეკლო. აი ეს ურთიერთმიმართება, რომელიც გათამაშებულია. თითქოს მყინვარწვერის სულია გერგეტის სამება. პატარა, მაგრამ მისი შინაარსის გამოხატვა და ხვდები, რომ ორივე ტაძარია. და აი მათ შორის რაღაცა დიალოგია და აი ეს ხატი, ანუ ხატება ალბათ, სახე ხატი, რაც არის
გერგეტის სამების და მყინვარწვერის მე ვფიქრობ რომ უნივერსალურია და საქართველოს გამოხატავს, საქართველოს იმიჯს გამოხატავს, სახეს გამოხატავს, ხასიათს გამოხატავს. ეს ყველაფერი ხდება სტეფანი წმინდაში, ანუ იგივე ყაზბეგში, ხო? მიხარია რომ თქვენი, ასე ვთქვათ, თანამეგზური ვარ აი ამ სივრცეში, აი ამ ულამაზეს სივრცეში, სადაც ჩემი აზრით მარცხდება ათეიზმი. ეს ის სფეროა, სადაც ყველგან აქვს მას ლეგიტიმური არსებობის უფლება, როგორც არჩევანის, როგორც სამყაროს ხედვის, მაგრამ აი აქ არ გამოდის. მოკლედ შანსი არ დამიტოვე თეოლოგიურ დისკურსში წასვლის, არა? გზაში სანამ აქამდე მოვიდოდი, ფიქრობდი რომ გავესაუბრები მეთქი იმ თემაზე, როგორ მოხდა ამ კერპთაყვანისმცემლური და ქრისტიანული სიმბოლოების არევა. საინტერესო იქნება შენი მოსაზრება ამ ამბავზე. და კი, ნამდვილად ქართული მთა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი ძალიან საინტერესო სწორედ ამ შერწყმით და ამ სინთეზით. აი სად ეხები ველურ წარმართულს და სად იწყება ქრისტიანული, მათ შორის ეს ზღვარი წაშლილია. ხანდახან არის ეს ზღვარი, ხანდახან არ არის ეს ზღვარი. და პრინციპში ჩვენ თუ ვიტყვით რომ აი ეს სამყარო, სადაც ჩვენ ვართ, ძალიან ცოცხალია, ხო? ეს სამყარო მყინვარს რო უყურებ, მუდმივად შეიძლება დაინახო რაღაც ფიგურა, ხან გველეშაპს ხედავ, ხან კაცს ხედავ, ხან ადამიანს ხედავ, ხან თოვლის ბაღს ხედავ, ხან ანუ შენი ფანტაზია მუდმივად ღია ამისთვის. შესაბამისად ძალიან ადვილი წარმოსადგენია რომ ჩვენ წინაპრებს მთაში ეს მთები, მდინარეები, ბუნება ელაპარაკებოდნენ, ხო? და მათში ცოცხალ სამყაროს ხედავდნენ. ეს არ იყო მკვდარი ბუნება, არამედ ცოცხალი არსებებით დასახლებული სამყარო იყო და აქედან მრავალფეროვნება ქართული, ასე ვთქვათ, წარმართული პანთეონისა, ხო? იქით კვირია, იქით ღვთისშვილები და იქით დალი და ასე შემდეგ და უამრავი ღმერთი და ქალღმერთი და გმირი, ხო? ბუნებრივია აი ეს წარმართული ელემენტი, ასე ვთქვათ, ცოცხლობდა დიდხანს და ასე ვთქვათ, ინტელექტუალური აზრისმიერი ქრისტიანული იმპულსი მიიღო, მაგრამ თავისი, ასე ვთქვათ, ძველი წარმართულიც დაიტოვა და ეს ცოტა პოლიტიკური соусიც მოусვი და ერთიანად განიხილია და ეგ თემა. ხო, საერთოდ სახელმწიფო იყო, სახელმწიფო საზღვრისპირა რაიონს ჭირდებოდა სერიოზული მიხედვა და სახელმწიფო მნიშვნელოვან წილად შემოდიოდა აქ როგორც თავისი კაპიტალდაბადებები, თავისი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, ციხე-კოშკებით, გზებით, ინფრასტრუქტურით და თუ დავაკვირდებით ჩვენ დარიალიდან დაწყებული, ხო, გველეთს თუ დავაკვირდებით, ცდოს, სტეფანწმინდას, ვარდისუბანს, სიონს, ყანობს. ნახავთ რომ ესენი ციხესიმაგრეები, ესენი სამხედრო ქალაქები, მტერი ვერ გაილვიდა. ნების ერთი ქალაქი, ერთი დასახლება თავიდან ბოლომდე უნდა აიღო. ხო? და ბუნებრივია რომ სახელმწიფოს ინტერესში იყო რომ აქ კვირად ნაშენები ინფრასტრუქტურა ძლიერი, ასე ვთქვათ, ოჯახები, ადამიანები, სამხედრო გარნიზონებივით, ასე ვთქვათ, მუდმივად ყაზარმულ რეჟიმში მყოფი, ჩვენ საცეცხლურების გამოვიარეთ, ხო? დღესაც შემორჩა თურმე სოფლები, რომლებიც აი სამი კაცი ცხოვრობს და იციან რომ იმიტომ ცხოვრობს რომ უნდა დაიცვან ეს ამბავი მტრიდან. საქართველოს კარიბჭეები, ვახსენე. ბუნებრივია ეს ქრისტიანობის გარეშე წარმოუდგენელი და ამიტომ ხშირად ჩვენს ისტორიაში გვესმის რომ თამარზე იტყოდნენ და სხვა მეფაზე მან ცეცხლითა და מחვილით გაავრცელა, ასე ვთქვათ, მთაში, აღმოსავლეთიდან საქართველოში. თიან ქრისტიანო, მაგრამ აი ჩვენ ხედავთ გერგეტის სამებას, რომელიც უნიკალური ქრისტიანული, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურის ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური სალოცავი და გენიოსი იყო ალბათ ხუროთმოძღვარი, თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, არქიტექტორი, ვინც ეს დასვა. აი საოცრება გააკეთა, ხო? არ ვიცი ხა, ყველაფერს ვერ მოყვები, ენით ყველაფერს ვერ აღწევ. ყინვარწვერს და გერგეტს და ყაზბეგს ვერ მოყვები. ეხლა საინტერესოა ეს ხეობები მთლიანად ყველა ხეობა საინტერესოა. იქით ხდის ხეობა, ხო, ქვემოთ. ანუ ჩრდილოეთით, იქით თრუსოს ხეობა, იქით სნოს ხეობა.
რამდენიმე ხეობაა, რომელიც ამ ხევს მთლიანად ხევს გის და თავად დარიალის ხეობა. აი ეს ხეობების კონგლომერატია საქართველოს მთლიანად. ეს თითო ხეობაში ეს დიალექტიც კი განსხვავდება, სხვა მოქცევა, ოდნავ. ეხლა კარგი ყურის მქონე ადამიანისთვის ეგ ჩანს და ისმის კარგად ეს სხვაობები. და რა არის აღმოსავლეთ მთიანეთი თუ არა პოეზია, ხო? ანუ ხალხური პოეზია რა, ხევსურეთია, ფშავია, ხო? უკვე აქეთ ხევისგან აღმოსავლეთით უკვე სრული პოეზია. ანუ ადამიანები კი არ მეტყველებენ, არამედ მეტყველებისას ჭიკჭიკებენ, პოეტურად მეტყველებენ, ანუ პოეტური მეტყველება. ძნელია რა ესეთ სიტუაციაში არ ჩვეულებრივად იმეტყველო, ალბათ ეგეც არის რა. გეოგრაფია, ყველაფერი თავისას შვება. რახან მაგ ლიტერატორებს შევეხეთ შენს კოლეგებს თუ საბრაძე პაპირუ არ შეიძლება არ ვახსენოთ აი ეს ხეობა ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა სტრატეგიაზე, ომზე, რელიგიაზე, აი როგორც განათლების შემოდინების ერთ-ერთი მთავარი არტერია ევროპული სოფლმხედველობის, ასე ვთქვათ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვთქვათ ევროპული იმპულსები საქართველოში აქედან შემოვიდა, დარიალიდან შემოვიდა, იმიტომ რომ აქედან გავიდნენ ქართველები სტუდენტებად წავიდნენ და დაბრუნდნენ თერგდალეულებად, ხო? ანუ ცნობიერების მოდერნიზაცია დაიწყო ამ ხალხს. და ასე ვთქვათ, ცნობიერების სული მოიტანეს, ხო? ევროპული აზროვნების იმდროინდელი თანამედროვე ევროპულობის იდეა შემოიტანეს თერგდალეულებმა. და ილია ჭავჭავაძის გარეშე მყინვარის წაკითხვა ძალიან ძნელია. მგზავრის წერილების ნამბობი ქრონიკა ამ ადგილებზე. მგზავრის წერილები არის მთლიანად ეს გზა, ხო? რასაც ქვია საქართველოს სამხედრო გზა, რასაც ის ვაენა გრუზინსკაია დაროგა ქვია. მთელი ღირსშესანიშნაობები წაკითხული და აღქმული აქვს ილიას. ახლა მყინვართან მიმართებაში ილიას კარგი და საინტერესო შედარებები აქვს, ხო? მაგრამ ყველაზე მეტად მე მაინც მომწონს გალაქტიონის წაკითხული მყინვარწვერი, სადაც ის ამბობს, რომ მყინვარს მიმართავს როგორც მაღალი ზრახვების მეფეს. წარმოიდგინე, მყინვარს რო შეხედავ და ეს აზრი დაგებადება, რომ ის არის საკაცობრიო, ზოგადად ადამიანის და კაცობრიობის ყველაზე დახვეწილი და მაღალი ზრახვები. რომლის ბატონიც მეფეც გახლავთ მყინვარი. და ბუნებრივი ადამიანი, რომელიც ხატრულად აღიქواس მყინვარწვერს, შეუძლებელია არ გაუჩნდეს მაღალი ზრახვები, დაბალი აზრები იქ ძალიან ადიდ მასშტაბს დიცხდის, ანუ ჩვენი შინაგანი სამყაროს მასშტაბს აფართოვებს, ხო, მყინვარწვერს. ეგ მაგლექსპია შერიგება, ხო, და მყინვარს მაღალ ზრახვათა მეფეს მაისი ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნებას. კიდევ მყინვარს უბრუნდები, ბუნებრივად, საქართველოს ძალიან ძნელია, რომ წაიკითხო მყინვარის გარშე. რა არის აჩრდილი, ხო? ილია ჭავჭავაძის აჩრდილი. ისევ მყინვარწვერი. რამხელა იმოქმედა, ხო, ილიაზე მყინვარწვერმა, იმიტომ რომ აჩრდილი საქართველოს სული მყინვარწვერიდან გამოდის და იქიდან ელაპარაკება. გაიხსენეთ განდეგილი, ისევ ილიას, წარმოიდგინეთ, სამ დიდ ნაწარმოებზე ილიას სამ დიდ ნაწარმოებზე შთაგონების წყარო იყო ისევ და ისევ მყინვარწვერი. აქ არის საცხოვრობს განდეგილი ბეთლემში, რომელიც მყინვარის კლდეებშია, ხო? ეს სენაკი, სადაც მოღვაწეობს განდეგილი. ასე რომ თუ ვიტყვით, რომ ილია ჭავჭავაძე არის თანამედროვე საქართველოს მე-20 საუკუნის დასაწყისის, ასე ვთქვათ, ცნობიერების სული და მე მგონი ესეა. მისი ღრმა კავშირი მყინვარწვერთან, ანუ საქართველოს სულთან, მოდი ასე ვთქვათ, აღარ არის რა შემთხვევით. ანუ ეს არის ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირი, რაც ილიას და მყინვარწვერს აკავშირებს. და მე ყოველთვის აი ყაზბეგში ეგ განცდა მაქვს, ხო? ალბათ თქვენც რომ რაღაცა მთავარ ადგილზე ვართ, რაღაც საინტერესო ადგილზე ვართ. მუდმივად უნდა გავიგოთ სად ვართ, ეგეთი ადგილია, საკრალური ადგილი. მე ეგეთი განცდა. შეიძლება ვახურებ. მაგრამ ეგეთი განცდა.
მოდი ცნობილ ხალხზე გავიხსენოთ, ვისაც ეს ხეობა გაუვლია. ხო, ეხლა რუსებს თუ გავიხსენეთ, ეს გორკი იყო ნამყოფი აქ, უნებრივია. პუშკინი, სად ჩერდება და ხოლმე გზად? აი მაიაკოვსკი ლეთაში. მასონებთან. ლეთელ მასონებთან არის გაჩერებული. მაგალითად მაიაკოვსკის აქ მაგარი ლექსი დარიალის ხეობაზე. ყველა ნამყოფი ან გასულები არიან, ან შემოსულები არიან. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი წერალი და შემოქმედი აქედან შემოდიოდა. ნუ პირველი ქართული დელეგაცია ბჭყალებში, რომელიც გავიდა, აქედან გავიდა. მერე სულხან-საბა შემოვიდა ზღვიდან და სტამბოლიდან თავის დიდი მოგზაურობიდან, მაგრამ ჩრდილოეთში, როდესაც ნებისმიერი ქართველი მოგზაურობდა, დიახაც აქედან მოგზაურობდა. სასიამოვნო და უცნაური წარმოსადგენია იმ დროის მოგზაურობა. როგორ ხდებოდა დროში, როგორ იყო გაწელილი, გზაში სად ჩერდებოდნენ, არ გიფიქრია ამაზე? ეხლა კნუთ ჰამსუნი გამახსენდა. კნუთ ჰამსუნზე ძალიან დიდი შტაბ-ბეჭდილება იქონია. აი ამ ადგილმა, სადაც ჩვენ ვართ, ხო? ხო, ეს მე მესმის მათი, აი პირველი ის რო ჩავწერე საზღვართან, იქ გვახსენე და გზაში ვსაუბრობდით მაგაზე, რომ მოდიხარ სტეპში, მერე იწყება მდინარე ხეობას მოუყვები და უცებ კარებში შედიხარ და ზღაპარი. საოცრება, იწყება საოცრება. ხო, ჩრდილოეთისთვის ამიტომაც იყო ეს მიმზიდველი სამყარო, რომ ამ კარიბჭეში შემოდგენილი რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული ხდებოდა, ვიდრე ამ კარიბჭემდე ჰქონდათ ნანახი, ხო? ხო, და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ხო. დიდხანს გრძელდებოდა ეს მოგზაურობა. დიდხანს გრძელდებოდა, ხო, ჩვენ ამ სივრცეს, ამ მანძილს ძალიან სწრაფად ვფარავთ დროში, ხო? და ისინი უფრო გულდასმით მოგზაურობდნენ, შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ რამდენიმე დრო ჰქონდათ, რომ დამტკბარიყვნენ. მერე უფრო შედიოდნენ ურთიერთობებში, ადამიანებთან ურთიერთობაში, დღეების განმავლობაში ხდებოდა საქართველოში გადაადგილება. დროის სხვა აღქმა იყო ალბათ. და დროშიც ალბათ სამყაროთ სხვანაირად ეძლეოდა ადამიანებს, ხო? უფრო არა ნევროტულად, ჩვენ ძალიან აჩქარებულ მოგზაურობა პირველ რიგში მიყვარს მაგიტომ, რომ გიცვლის დროის აღქმას. დაკვირვებული იქნები, შანსი არ არის, რომ ჩადიხარ სადმე ახალ ადგილას და ერთი დღის შემდეგ რო გონია, რომ 3 დღე გავიდა. და პირიქით, ბოლოსკენ რომ მიდის, უკვე გონია, რომ აი 3 დღე როგორც ერთი დღე მოგზაურობის თავარ ხიბლად მე ამას გეთანხმები, ცვლის, ასე ვთქვათ, პროზაული დრო გადაყავს სხვანაირ დროში, აბსოლუტურად თავის აჩქარებებით, შენელებებით, ან თამაშობს, დრო იწყებს, ასე ვთქვათ, აღქმებში თამაშს, ხო? აღარ არის ისეთი მონოტონური და ერთფეროვანი, როგორც მოგზაურობამდე. ანუ მოგზაურობა პირველს, რასაც ცვლის დროის აღქმას ცვლის. მერე ხა თაში ყოფნა კიდე სხვა რამაა, ხო? სხვა რიტმში. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად სხვა რიტმის შეგრძნება. ეხლა გერგეტის სამებიდან ის და შორსა ვართ ძალიან. პირდაპირ გვესმოდა ზარები თუ მიაქციეთ ხოლმე. ეგ შეუძლებელია ეხლა ურბანულ გარემოში, ქალაქში, რომ რაღაცა 7-8 კილომეტრი დაშორებული, ვთქვათ, ობიექტიდან შენ გაიგო რაიმე ხმა, ხო? ეს არ არის ბომბი და უბედურება. მაინც მთის კაცი ხარ. თუ ასე შეიძლება რომ კატეგორიზაცია გავაკეთოთ და უცნაურია. მე ნამდვილად არ ვიცოდი და ის დამთხევა მოხდა, რომ აი ესეთ ადგილას შენ ხარ პირველი სტუმარი. მართლა ავალად დამთხევა იყო და მე გზაში მივხვდი, რომ დამთხევა კი არ იყო, ეს იყო შემთხვევა. ხო. ხო, რა ვიცი, ალბათ მე ძალიან გამიხარდა, მე ვიფიქრე, რომ რატო? საიდან იციან ჩემი ეს დამოკიდებულება და სიყვარული? მეტაფიზიკა, თების. მეტაფიზიკა. მეტად გვიზიკებს. ხომ თამთის ამბავი ეგეთია, რომ თაში სულ ამბავია, ეგ ძალიან დაკვირვებული ხარ. ამინდი ძალიან მალე იცვლება. შეიძლება დარი იყოს, უცებ გახდეს ავდარი. შეიძლება ქვემოთ წვიმდეს, ზემოთ თოვდეს. აი ეხლაც აი ამ სამყაროს უყურებს, ქვემოთ გაზაფხულია, ზემოთ ზამთარი. ანუ
დრო ისე. თოვლი და გაზაფხული. სივრცე პირობითია, ყველაფერი პირობითია. ყველაფერი მალე იცვლება, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ არის რაღაცა წარუვალი ამ სამყაროში და ეს მთები. წარმავალი და თან მარადიული. ხო, და აი ამით გვეთამაშება მთა და ამით გვიზიდავს მუდმივად, ხო, რომ რაღაცა ყოველთვის რაღაცა ამბავი ხდება, სუხდომილება. და როგორი ფონი გვაქვს? არქაული, ეს იყო ლეიბლი საქართველოსი, საბჭოეთი წეული საბჭოეთიდან მოყოლებული. თელ საბჭოთა კავშირს ჰქონდა ეს ფონი პაპიროსის კოლოფები რო გამოდიოდა და ხო. ყაზბეგი ხა ყაზბეგზე შეიძლება შეუძლებელი არ გახსენდეს თავარი ჩოფიკაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ხო, და მისი ფსევდონიმი. დიდი ქართველი მწერალი, რომელიც აი ამ ადგილმა, ამ დაბამ აჩუქა მთელ ქართულ ლიტერატურას. ყველაზე საყვარელი მწერალი. იცით ხო, რომ უყვარდა პირველი ქართული წარმოდგენების, სპექტაკლების შორის ანტრაქტის დროს უყვარდა ცეკვა და ალექსანდრე, ახალგაზრდა ალექსანდრე გამოდიოდა და ართობდა მაყურებელს და ამ მაყურებელთაგან უამრავმა არ იცოდა რომ ეს იყო გენიოსი, ეგონათ კარგი მოცეკვავი. холод კარგი მოცეკვავი. თურმე ეს არის ძალიან დიდი ნაწარმოებების ავტორი, ხო? და ეხა შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ყაზბეგის გმირები. აი ამ სამყაროში და მასთან ძალიან მკაცრი, ბუნებასავით მკაცრი გმირები არიან, ბუნებრივია. ესეც. ეხა ამაზე რაც მახსენდება, ეხა რაღაცნაირი ის არის, რა ქვია. ცნობიერების ნაკადი გამახსენდა, აქ იყო ეკლექტიკური გადასვლები, ხო? აქ იყო პაპიროსი და ყაზბეგზე, ყაზბეგიდან სად გადადიხარ? ისტორიის შეხვედრაზე. ელცინი ზვიად გამსახურდა, ეს არის 90 წელი, სადაც პირველად შეხვდნენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები და ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან დოკუმენტს. იმედია რომ ეს ამ დოკუმენტის შინაარსი ოდესმე ამოქმედდება. ნეტავ გზაში იქ წარწერა არ გააკეთა ზესბილბორა თუ ეს კლდის გრაფიტიც ძალიან საინტერესოა. ბუნებრივ ანაბეჭში გააკეთა. არც ერთი ეს ადამიანი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანი და პირველი შეხვედრა იყო ორი სახელმწიფოს დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირის დროს ხდება, მაგრამ ეს ამ სახელმწიფოს ლიდერები, მაშინდელი ლიდერები, გამსახურდა ელცინი, თქვათ, პირველად წავიდნენ თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელებულა, სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელებულა. აი აქ მოხდა ეს ცნობილი შეხვედრა, YouTube-ზეც კი არის ეს კადრები, მე მგონი. მაყურებელს შეუძლია ეს ნახოს ამ ცნობილი შეხვედრის ამსახველი დოკუმენტური მასალა. რაც პირველი პრეზიდენტები ვახსენეთ, ხო, რუსეთისა და საქართველოსი, ზვიად გამსახურდა, ძალიან უყვარდა ეს ადგილი, რამდენიც მე ვიცი და მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა ამ ადგილს. მომავალი ალბათ, ხო, ალბათ ესეც უნდა ითქვას, რომ მართლა ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ მხარეს, ხევს მთლიანად. მაგრამ მე რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ მარტო ტურისტული არა, იმიტომ რომ თავარია ადგილობრივი მოსახლეობა იყოს ძლიერად, ეკონომიურად ძლიერად. არა მხოლოდ სერვისისა და მომსახურებების კუთხით, არამედ ძლიერი მასპინძლები იყვნენ მოხევეები. ეკონომიურად ძლიერები იყო. და მარტო ტურიზმის ანაბარა არ უნდა იყოს ხევი. უნდა განვითარდეს. ამას ძველი მმართველები ხვდებოდნენ ძალიან კარგად და სოფლის მეურნეობაც და ყველაფერი უნდა განვითარდეს აქ და ტურიზმიც მათ შორის. ხვდებოდნენ რასაკვირველია ძველი მმართველები, იმიტომ რომ ყველა მეფე, საქართველოს ყველა მეფე, ერთიანი საქართველოს ყველა მეფე და არა მარტო ერთიანი საქართველოს, არა, ქართლის და კახეთის მეფეები და ქართლ-კახეთის მეფეები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ყოველთვის ხევს და ყაზბეგს და მე დარწმუნებული ვარ ეს ტრადიცია გაგრძელდება, ამაში სრულიად დარწმუნებული. იმედი ვიქონიო. კიდევ რა შეიძლება, ხო, პოტენციალი ძალიან დიდია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ისე ბუნების კუთხით, გეოგრაფიის, ტურისტული მიმზიდველობის. აგერ გვერდზე არის სამთო სათხილამურო კურორტი გუდაური, საიდანაც აქედან 15 წუთის სავალია მანქანით, ხო? ნელ-ნელა მე მგონი ჩვენს მეზობლებთანაც
იმედი ვიქონიოთ, რომ დაალაგდება ურთიერთობა და ძალიან ბევრი ადამიანი კეთილი ზრახვებით და თბილი სურვილებით და გულწრფელი ზრახვებით შემოვლენოს. როგორც galaktika მაღალი ზრახვებით შემოვლენ საქართველოში და არა რაღაცა მომხმარებლური და მიმტაცებლური ზრახვებით, ხო? ამის იმედი უნდა ვიქონიოთ და ჩამა ეს ჩვენი შრომის საგანიც არის. პოეზია შენთვის სიტყვაა თუ საქმე? ანუ შეიძლება პოეზიით ცხოვრება დღეს? კომერციულ თვალსაზრისით. ანუ გაგახსენდა მე ვწვარ ცეკვავ სპექტაკლებს შორის. შეიძლება არ ცეკვავ, მაგრამ რაღაც კეთება ყოველას გვიწევს იმისთვის რომ თავი ვირჩინოთ, ხომ? ალბათ, იმიტომ რომ პოეზიით საქართველოში სამწუხაროდ შეუძლებელია, იმიტომ რომ სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია და ვიძახით, რომ ჩვენ პოეტების ქვეყანა ვართ, პოეზიის ქვეყანა ვართ და საუკეთესო შემთხვევაში პოეტური წიგნების ტირაჟები, ისიც საუკეთესო შემთხვევაში ხას უსვა, არცდება 3-დან 5,000 ტირაჟს, გაყიდული წიგნების რაოდენობა. ბუნებრივია ეს საუკეთესო შემთხვევაა და ამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი პოეტი თავს ვერ იჩენს, ხომ? ეს არის ასე ვთქვით. წლის განმავლობაში გაყიდული წიგნების რაოდენობა. ეს ლოკალური მოვლენაა თუ ზოგადად 21 საუკუნეში კრიზისია ამ ჟანრის? ზოგადად 21 საუკუნე როგორც ჩანს არ წყალობს პოეზიას და პოეტურ აღქმებს, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად საქმეზე ჩანს რომ რუდიმენტი, ანუ წარსულის შვენიერი წარსულის, ასე ვთქვათ, გადმონაშთია, ანუ რაღაცა ნაშთია. მოგზაურობა წარსულში. მოგზაურობა ვთქვათ. დიდი რუსი პოეტის, ებრაული წარმოშობის რუსი პოეტის, ემიგრანტის, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, მას ეგეთი ლექსების ციკლი აქვს, შვენიერი ეპოქის დასასრული, ხო? და სულ თანამედროვე სამყაროში სულ იგრძნობა ამ შვენიერი ეპოქის დასასრული. მაგრამ პრინციპში ყველა ეპოქაში იყო ალბათ მაღაზე ლაპარაკი და მაინც დღემდე მოყვება ეგ ამბავი. ამიტომ ყველანი რაღაცნაირად ეპოქას უაბრალებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არც უამისობაა, რომ ნელ-ნელა პროზაული ხდება სამყარო, თხრობითი ხდება, რაციონალური, მიზეზშედოგობრივი, კომერციული, მერკანტილური, რაციონალური. და ეს მასშტაბებს იღებს. ასაკრველია ღმერთმა დაგვიფაროს. არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით შვენიერების მნიშვნელობა, შვენიერების აუცილებლობა, შვენიერებასთან კავშირის აუცილებლობა და ამ კავშირის ჩადება განათლებაში, ბავშვთან ურთიერთობაში, მომავალთან ურთიერთობაში, რომ ადამიანს შვენიერების აღქმა ხო ორგანოა, შინაგანი ორგანოა, განცდა აღქმის უნარია და ეს უნარი თუ არ განავითარე და თუ არ აღზარდე ადამიანში, ეს უნარი თავისით ამ სამყაროში დიდხანს ვერ გადარჩება. შეიძლება ადამიანს ქონდეს რაღაც მოცემული თავისით ბუნებრივი, მაგრამ მას ზრუნვა ჭირდება. და მასზე ზრუნვა ალბათ ისევ ჩვენი საქმეა, მშობლების საქმეა. ბავშვებში რატო არ კითხულობენ ჩვენი შვილები, ხო? ისმის, ხო, კითხვა. უნახია, ეხლა ძალიან უცნაურ კითხვას უნახავს ჩვენ ბავშვებს უნახავთ საკუთარი მშობლები წიგნით, კადაშლილი წიგნით. ხშირად უნახავთ? ბავშვი ხო ბაძავს. ძირითადად ბაძავს მშობლის და გარემოს. შეიძლება პულტით უნახავს. რა ქვია, დისტანციური მართვის პულტით. მაგრამ ეს ანუ შეიძლება კრიტიკა, მაგრამ თვითკრიტიკა ჩვენი, საკუთარი თავის, საზოგადოების და ბუნებრივად ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაც შედეგს მივახციოთ, უნდა მივახციოთ იმით, რომ ჩვენმა შვილებმა უნდა დაგვინახონ წიგნით ხელში. ეს გადამდებია. და ეს ვირუსივით არის, კარგი გაგებით ვირუსივით, ეს გადაედება, აუცილებლად გადაედება. ამიტომ პედაგოგიკა და აღზრდა მუდმივად გულისხმობს თვით აღზრდას და თვით პედაგოგიკას. და თუ გვინდა რომ ბავშვმა იცოდეს ალექსანდრე ყაზბეგი, უნებრივია, მან უნდა დაგვინახოს როგორც მინიმუმ ალექსანდრე ყაზბეგის წიგნით ხელში ერთხელ მაინც. და ისევ მოგზაურობაზე წავედი და თუ საშუალება არ აქვს რეალურად იმოგზაუროს, წიგნი ამაზე კარგი საშუალება სამოგზაუროდ რა არის?
არაფერი. თან თუ მატერიალური შესაძლებლობა არ არის, მე ვფიქრობ, რომ ინტელექტუალური მოგზაურობა და მოძრაობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. ხა ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი არ გვინახავს, ხო, თვალით, მაგრამ ლიტერატურა გვეხმარება იმ ადგილის გაგებაში, ხო? წიგნი გვეხმარება ეგვიპტის გაგებაში, ძველი შუმერ არსებობს ქვეყნები და სამყაროები, რომლებიც აღარ არსებობ. ანუ და ჩვენ ამ სამყაროშიც არ არსებულ სამყაროშიც მოგზაურობთ წიგნითა და ლიტერატურით. ანუ ეს კაცობრიობის კონცენტრირებული გამოცდილებაა, შესაბამისად მოგზაურობა. აი გოეთე ამბობს, რომ მოგზაურობა არ არის რაღაცა მიზნის მიღწევა. ყოველი წერტილი არის მოგზაურობა. ანუ რაც მოგზაურობა შედგება იმ ყოველი წერტილისგან, სადაც შენ მოგზაურობის დროს გადაადგილდება. და ეს ამ წერტილების, ამ დროის, ამ მანძილის ჯამი არის მოგზაურობა და არა ის რომ აი მე მყინვარწვერის თავში დავდექი და ეს იყო მიზანი. აქამდე მისვლა არის ცხოვრება. პროცესში ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი. შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესში ყოფნა არის აუცილებელი. თავისთავად არაფერი არ დადგება, ხო? რაღაცას შედეგი არ დგება თუ არ არის ეს საინტერესო პროცესი. ხო და ჩვენც მუდმივად სულ პროცესში ვართ. მთელი ცხოვრება ის არის პროცესი. მადლობა რატიო, გვეწვიე და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. მადლობა ტაროს, ამინდის ღმერთებს, რომ კარგი ამინდი დაგვემთხვა. ნუ მადლობა პირველ რიგში, მადლობა შენ ამ მოწვევისთვის და ამ მოგზაურობისთვის და თქვენ თელ გადამღებ ჯგუფს. დიდი მადლობა. მადლობა სასტუმროსო გვიმასპინძლეს, ყველას მადლობა და მაყურებელს დიდი მადლობა, რომ გაგვიძლო ამდენი ხანი. მოვრჩით გადაცემის ჩაწერას, ჯამრთელად დავიღალეთ, ანუ დავისვენეთ და თავს უფლებას ვაძლევთ, ცოტა მოვეშვათ, მოუწრუპოთ ლუდი და ვიფიქროთ შემდეგ გადაცემებზე. მომავალ შეხვედრამდე, კარგად.